გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ბოლშევიკმა ევროპარლამენტარებმა რაღაც ახალი რეზოლუცია მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით და რაღაც ბოდვებს წერენ, რომ თურმე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია და ზურაბიშვილი ყოფილა ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ზურაბიშვილი ვადაგასული გუშინდელი კაკებეშნიკი ყლექალა თურმე დღეს ლეგიტიმური არსება ამ ქვეყანაში და ლეგიტიმური პრეზიდენტი ისე თქვენი დედა მოვტყან, ვინც ეგ რეზოლუციაში ჩაწერა. და რა თქმა უნდა, მიშა უნდა გაანთავისუფლონ, რომ პოლიტპატიმარი ყოფილა მიშიკო და აქაც იგივეს ვიტყვი, ისე თქვენი დედა მოვტყან, ვინც მაგ მიშას მანდ პოლიტპატიმრად წერს მაგ რეზოლუციებში. არაფერი განსხვავება არ არის. როგორც მოსკოვში, კრემლის კაბინეტებში რაღაცა რეზოლუციებს იღებდნენ და დავალებებს და რაღაც წერილებს იწერებოდნენ საქართველოში, რომ კოლონია რო ვიყავით და კრემლში რო წდებოდა ჩვენი ბედი, როგორც იქიდან მოგწერდნენ, აქ ყველაფერი ისე რომ უნდა გაეკეთებინა საქართველოში მჯდომ კრემლის შნირებს. ზუსტად იგივენაირად გვიყურებენ დღეს ეს დედამოწყნულები, რომლებიც ვითომ ჩვენი მეგობრები არიან და რავი ეს კრემლი უნდათ რომ ჩაანაცვლონ ბრიუსელით და იქ რავი ევროპარლამენტში იქნება თუ რავი მაგათი დედის ტყნაში იქნება. ესე იგი როგორც თვლიან საჭიროდ, როგორც მაგათ ინტერესებში შედის და როგორც ვიღაცებს რაღაცები ეჩვენებათ, თურმე ჩვენ აქ ისე უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, ისე უნდა რაღაცებს ვფიქრობდეთ და უნდა მოგწონდეს ის, რაც მოწონს ვიღაცა, რასა იუკნევიჩიანეს თუ ვიღაცა აღარ მინდა ბევრი ბილსიტყვაობა გამომივიდეს. ეს ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ რაღაცა რეზოლუციებს იღებენ, საქართველოს უყურებენ როგორც რაღაცა, რავი, 25 ხარისხოვან ქვეყანას და ამათ გონია თუ აქ ქართველები ჩვენ რაღაცა მოვიკოჭლებთ აზროვნებაში, ვიღაცა გამოშტერებული ერი ვართ და იმიტომ არის, რომ აი ამ რაღაცა სისულელებს იქიდან იწერებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში სწორად რო გვაფასებდნენ, აი ეს ურსულები და ვიღაცა რასები და ვიღაცა დედამოწყნულები ქართველებს ვერ გაბედავდნენ იმას, რომ ეს რაღაცა გიჟური რეზოლუციები ეწერათ იქიდან და ყოველი თვის დასაწყისში და ბოლოს ახალ რეზოლუციებს რაღაცეებს იღებენ და აგზავნიან იქიდან და ეს ნაბოზრები, ნაცები დგანან და აქედან ტაშს უკრავენ და უხარიათ. რა გიხარიათ თქვენ? აი ვითომ ეს ევროპაში რომ მიდიან რა, ეს სასტავი რო ყავს აქ ევროპელები, ევროპა რო უნდათ თუ შიგ ევროპელები თუ გვერდზე ევროპელები თუ ვინც არიან, აი ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებიც მისწრაფვიან მონობისკენ. თვითონ ხო ეძახიან ქოცების მხარდამჭერებს, რომ მონები ხართო და ვინც ნაცი არ არის, ხო ყველა მონაა და ტრაკის მიცემი. და სინამდვილეში რეალურად თვითონ არიან ტიპები, რომლებიც აი ტრაკის მიცემებიც არიან ურსულაზე და ვიღაცების ინტერესებზე და მონებიც არიან და უნდათ რომ ეს ქვეყანა იყოს ჩვეულებრივი კოლონია, განა ღირსეული პარტნიორი ან მეგობარი ან რაღაც რამე კავშირის ისე წევრი. არა, უნდათ რომ პროსტა ვიღაცის შნირები ვიყოთ, ვიღაცების რაღაც დავალებებს ვასრულებდეს და მეტი პრეტენზია არ უნდა გქონდეს ჩვენ. მეტი არ გვეკუთვნის, მეტი ღირსი არ ვართ, გარდა იმისა, რომ აი რასა ვიღაცა ყლექალა, რასაც იქ დაწევს ევროპარლამენტის რაღაცა კაბინეტში და გამოაგზავნის, აი ისინი უნდა შევასრულოთ და მეტის უფლება არ უნდა გქონდეს ჩვენ, მეტის ამბიცია არ უნდა გქონდეს და ამას უკრავენ ტაშს, აი ეს ვიღაცა შტერი, შიგ ევროპელები თუ უკან ევროპელები თუ რავი ვინც არიან, აი ეხლაც რო მიდიან ევროპაში გზაში რო არიან. არ ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაფერი სხვაობა არ არის. აი საბჭოთა აი ეს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები რო რაღაცებს აგზავნიდნენ საქართველოში და წერილებს რო ესე უნდა ქნათ და ისე და აქ რო სხვა გზა არ ქონდათ რა, ყველაფერი რომ შეესრულა დავალებების შემსრულებელი ტიპები რო იყვნენ პროსტა საქართველოში რა, ხელისუფლებაში
იგივე სიტუაცია უნდათ რომ იყოს, ოღონდ ეხა ევროპელები რაღაცებს იქიდან წერილებს წერდნენ და აქ უნდა სიხარულით ვიღებდეთ ამ წერილებს და ყველაფერს ისე უნდა ვაკეთებდეთ, როგორც რასას და ვიღაცა როთებს და ვიღაც ტრაკის მემცემებს უნდათ. და აქ ჩვენი ინტერესებზე ხმის ამოღება არ შეიძლება, იმიტომ რომ ევროპას შენთვის როგორ შეიძლება, რომ ცუდი უნდოდეს, როგორ შეიძლება შენ რომ რასა იუკნევიჩიანებ თუ ვიღაცა დედამოწყნულმა ისეთი რამე გირჩიოს ან მოგწეროს, რომელიც შენ ინტერესებს დააზარალებს. გამორიცხულია ესეთი რამე. რასა ევროპელია და ევროპელები რომ ამას როგორ გაბედავ. ვაი თქვენ დებილებო თქვენ, ვაი თქვენ ფარჩაკებო თქვენ. აი თქვენ ხართ მართლა მონების ნათელი მაგალითი ტიპებს, რომლებიც აი იხვეწებით, რომ ვიღაცის მონები იყოთ და ვიღაცის დავალებების შემსრულებელი. და უნდა იცოდეთ თქვენ, აი საქართველოში პირველ რიგში, აი ამ ვითომში ევროპელებმა თუ ვიღაცა ყლეობებმა, რომ ეს ქვეყანა აღარასოდეს, აღარი გახდება არავის კოლონია. არც რუსეთის კოლონია აღარასოდეს იქნება საქართველოს. არც ევროპის კოლონია არ იქნება, არც ამერიკის და არც ირანის და არც არავისი, საერთოდ დედამიწის ზურგზე. ეგეთი რამე აღარ მოხდება. და სულ ტყუილად აი ამ რაღაცებს ჩალიჩობთ და იქ რეზოლუციები მიიღეს ევროპელებმა და ვაიმე დედა რა ვქნა. ვაი თქვენ პატრონს და ვაი იმათ პატრონს კიდე იქ რო ზიან და რო გონიათ რომ ქართველები ვიღაცა გამოყლეებული ერივათ, რომ აიმე აი რას აქვს წერს და თურმე ეგრე ყოფილა რა. სირცხვილია. სამარცხვინო ქართველები ხართ, ვინც აი ამ რაღაცა რეზოლუციებს გეხართ და ტაშს უკრავთ და გიხარიათ. რა გიხარიათ? აზე მოდით ცოტა რა როგორ თქვა რა, აი ვის სამსახურში ჩაგაყენეს და თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ რაღაცა ევროპის სახელით როგორ გაწანწალებენ წინ და უკან და ვითომ რაღაცა დიადი მიზანს ემსახურებით და ამ დროს ჩვეულებრივი რავი გამოყლეებულების შტაბ-ბიჭდილებას სწორად. აი აქ საქართველოში რომ გიხარიათ, აი ეს რასას რაღაცა რეზოლუციები, აი მაგ ხალხს მიმართა. რა გიხარიათ? იგივე ხდებოდა აი საბჭოთა საქართველოშიც რა, გავიცი. თუ ისტორიის კითხვა და ძებნა შორს იქით გეზარებათ, აი ეს საბჭოთა საქართველო ხო ძალიან ახლოს იყო, აქ იყო. გადახედეთ რა იყო და მე შეხედეთ როგორ რეზოლუციებს წერენ აი ეს თქვენი ვიღაცა ღმერთები რო ყავთ იქ ევროპარლამენტში და აღმოაჩენთ რომ კი ჩვეულებრივი ბოლშევიკები ზიან დღეს ევროპარლამენტში და აი ამ ბოლშევიკური სტილით იწერებიან იქიდან რაღაცა რეზოლუციებს. და თეთრზე გვიმტკიცებენ რომ თეთრი არ არის და არის შავიო და რო გეუბნებით ჩვენ რომ შავიაო, უნდა თქვენს თავი დააქნიოთ რომ ხო თეთრი არ არის თეთრი და არის შავიო. აი ამას წერენ და ეს გიხარიათ თქვენ და ხო ეგრეა, აქედან თავს უქმნით. ვაი თქვენ პატრონს. საქართველოში ყავს ელისაშვილი და გუბასანიკიძე, აი ისეთი რა ჯილები და ევროპაში ყავთ ურსულა და რასა. დედალი ის სანიკიძე და ელისაშვილი არიან, ოღონდ დედალი სანიკიძე და ელისაშვილი იქ ევროპაში. ეგ არის ის თქმაც მინდოდა ამ მორი რაღაცა ცირკთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა ევროპარლამენტში. ბოკუჩავას დაქალები არიან, რავი, ედიკოები არიან ბოკუჩავას. ამათ თქვენი აღარ მინდა რამდენი გინება და ბილციტყვაობა, მაგრამ მეტის ღირსი არიან, აი ეს მართლა ამ ქვეყნის წრები და გამყიდველები. რა მნიშვნელობა აქვს შენი ქვეყნის ინტერესებს? რუსეთის ინტერესებზე გაცვლი თუ ევროპელების ინტერესებზე თუ რავი ყივჩაღების რა მნიშვნელობა აქვს? როცა შენ ქვეყანას ანაცვალებ ვიღაცას. ამ მნიშვნელობა აქვს მისი შნირი იქნება. სერგო ორჯონიკიძე ხა რუსეთში გაიქცეოდა და საქართველოს იმა დამონებას მოითხოვდა და მხარს დაუჭერდა თუ ევროპაში გაიქცეოდა და
ევროპის კოლონიას იჩალიჩებდა რომ ევროპის კოლონია გაიხადა რა ხო დარჩებოდა სერგოც და ხო ნამდვილად იგივე სერგო ორჯონიკიძეები ხართ ეს კოლექტიური ნაცები კი ნამდვილად 21 საუკუნის დედალ მამალი სერგო ორჯონიკიძეები ხართ ზოგი ულვაშებით და ზოგი ულვაშების გარეშე